თია, გაიყიდა ჩემი ნამცხვარი. ცოტა ძალიან. ხო, კარგი არა უშავს. იცი მომეცია ნამცხვარი სახში უნდა წავიღო. ეგ არა ჩემი არა კაცო ჟოზესი მომეციეთ. მაშორიქიდან ამის დანახვაც არ მინდა. გასაგებია, ანუ თქვენი ნამცხვარი აღარ გავყიდო. ვაიმე, თათია, უნდა გაყიდო, მაგრამ რა არის იცი? ორსულებს, ბავშვებს, ახლობლებს მაინც ნუ მიყიდი რა იცი. ბავშვებს, მომეცი ჟოზეს ნამცხვარი. აი, ჟოზე. ხო, მომეცი, წავიდე ბავშვებში შეჭამ. გამარჯობა დედა. გამარჯობა. ნამცხვარი გინდა ნიკა? კი. კაი. თათია, დედამ ორი ჟოზეო. ორი ჟოზე გამოგატანო. ეხა ვიქით. ლაშა ბიზნეს ბლოკნოტი. სად დაუგდია? ნიკა, აი შენ ეს მოჭი. მარახე. შენ საიდან ეს ბლოკნოტი? აქედო. უი, საწყალი არა და მთელი დღე ეძებდა ჟოზე ამას. ჟოზე? ხო, ჟოზეს ბლოკნოტია დაკარგა. ჟოზე. ლაშა ბიზია. ეს პუტკუნა ჟოზე ნახე? სუსტი ხარ ლაშა ბიზია რა. არ მასროლინებ და 0-ს ვიქნები, აბა რა იქნება? შენ ბევრს ლაპარაკობ. დაწერე მათემატიკა. რა არის ეს კიდე რა? რამხელა ფორმულა არის რა? მათამაშე რა ნიკა. ჟოზუნია, დაწერე. იცოდე დედას ვეთქვი მე რომ არ ვსწავლობ. რა მაგარი დამქრება გამოვიდა. ხო, კარგი, ხო. ფრჩხილებს გარეთ გავიდანთ და ეგ არის რა. ნიკა, იცოდე, არავინ უნდა გაიგოს რომ ჟოზე ვარ. რაულაშა რას ამბობ? რას ვამბობ და ბოთერო ვარ, არ დამემსგავსო თქო. ნიკა, კარგი ბიჭი ხარ, საწოლი რომ გაასწორე. მადლობა ელენა. ლაშა, შენ რატომ მიხდი მადლობას? ნიკა ხო იცი როგორი მორიდებული ბავშვია და მე გიხდი მის მაგივრად. ლაშა, მე ქვემოთ ჩავალ ჟოზეს ამოვიტან ყავას რომ მივაყოლოთ. არ იქნება დღეს ჟოზე. მარცალია მეცადინეობს და. ნიკა, მათემატიკა დაწერე და ახალ დისკს გიყიდი. არ მინდა დე ახალი დისკი, ლაშა ბიზია მიყიდის. და მათემატიკასაც ის დაწერს ბოლომდე. ნიკა, ინგლისური იცი? იცის, ინგლისურიც იცის. ბუნებაც იცის, მათემატიკაც იცის და ფიზიკაც. ფიზიკას არ ვსწავლობ. რა? ფიზიკას არ ვსწავლობ. მე რა შენ ისეთი რამე იცი რომ ფიზიკაც იცი. მე ქვემოთ ჩავედი და ესე რა ქვია, ლაშა, ნიკას დაეხმარე მათემატიკა დაწეროს, კარგი? კარგი. მოდი ახლა, რას მიკეთებ, კაცო, რას მიკეთებ, მოდი ახლა. ნუ ახლა ამ ორ დამახსოვრებულ ციფრსაც მივუმატებთ და რა სახე გაქვს ელენე? ლაშა, პატა იყო თავის კარზე თავით მიყუდებული. მერე თავით გააღო და შევიდა. რა ჭირს, ცუდად არის? კი, ცუდად არის. აქედან გაიტანა ხახვი. მერე რა რო ხახვი გაიტანა?
4 კილო ხახვი გაიტანა ელენე რა მერე რა სუდათ არის მაგის საქმე. ნიკა, ლაშაბიძიას დაუჯერე, მე ამოვალ ახლა. აი გიდი და მათქო. ჟოზე? ჟოზე? წამოდი ჟოზე? აი ლაშაბიძია? არა. ჟოზებიძია? იცი რა მოვიფიქრე? დედას ისეთი რამე უნდა უთხრა, რომ ერთი თვე სკოლაში არ ვიარო, რა სიტყვი? რა სიტყვი ხა მიდი ხა დაჯექი და დაწერე და შენი ხმა არ გავიგონო საერთოდ. აი, აგერ არის ფორმულა, აგერ არის მაგალითი და გამოიყვანე, მიდი. ჟოზე? ჟოზე ხო, ჟოზე. აი პური მოგიტან. აი ბიჭი ხარ გიორგი ყოჩახ. ეხლა რა ქენიცი ამას? აი ეს ქერქები დააცალე, მთლიანად მოაცალე, ორივე ეს ქერქები მთლიანად და მომეცი. თემთელი უნდა გადავყლაპარო ეს ჩამეხერგოს აი ხელი. მე ეს ჩაიხერგება, ვეღარც წყალს დავლევ, ვეღარც ნერწს გადავყლაპავ, მე ხო მეტის ღირსი ვარ. აი ესე უნდა ვიტანჯო და ვიდგები, აი მთელი დღე არის და სანამ მუხლები არ მომეკვეთება, აი ეგ. მიდი დააცალე, მიდი. ბატა, აი კარები გაგიღია, რა კარგია. სუფთა ჰაერი შემოვა, გამხიარულდები, ხო? არა გიორგი, არა, მაგიტომ არ გამიღია, რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს. იმ ველოდები ხა ის თეთრი ბუწუწოები რომ დაფრინავენ, ხო იცი? მაგათ ველოდები რომ მოვიდნენ ესე რომ ჩავყლაპო რომ ხველება ამიტყეს და დავიტანჯო გიორგი, ეგრე მეტის ღირსი ვარ. გამარჯობა. ამოჯო. რა ხდება ბატონო პროფესორი? თევზები გაუშვით აბაზანაში? ხედავთ კი ბურჩხალებო, როგორ კარგად გავიხუმრეთ თქვენი გულისთვის. მიდით ახლა ისინეთ თქვენთვის ხომ. დაამკლავრე რო გიპასუხო. კი. არა. რა არა. სათევზაოდ მივდივარ და გუში ჭიები რო დავტოვე შენთან მეთქვი იმათაც წავიყვან თქო რა. ბატონო პროფესორო, ხშირად დადიხართ სათევზაოდ? ყოველ კვირა თუ არა 4 თვეში ერთხელ მაინც. ლაშაბიძია არ გითხრა? რა? მე რომ ერთ თვე სკოლაში არ უნდა ვიარო, არ გითხრა? არა, რატო არ უნდა იარო? აჰა, ესე იგი არ უთქოს, ხო? ნიკა, ამჯერად რა ჩაიფიქრე? კარგი, მაშინ მე გეტყვი რაღაცას. ნიკა, რას მაიმუნო? დე, ამ ბოლო დროს დაკვირვები ხარ? ლაშაბიძიას სულ რომ აქვს ფული. მერე? იცი რამდენი ფული აქვს? რამდენი? ბევრი. ნიკა, ბევრი მაინც რამდენი? არ ვიცი, ჯერ მათემატიკაში მაგდენი არ გვისწავლეთ. ხო. თან სულ რაღაც საქმეებზე როდესაც დარგვეუბნება სად? აჰა. ხო. თან სახლში სულ დაღლილი ბრუნდება. ნიკა, რაღაც იცი და არ მეუბნები? ეხლა დასრული ადამიანი ხარ და შენ თვითონ უნდა მიხვდე. გამარჯობა. გამარჯობა. თეკლა? თეკლა, მობძანდით. ესა ელენე ტაქსის სოცლარიანის ხურდა არ ქონდა და დამიხურდავე რა. აი. დიდი მადლობა. ნახვამდის. მაინც ასიამ უნდა იყოს თქვენი გაცნობა. ელენე დიდი მადლობა. რა შვებით? რა შვებით და ეზოში ჩავდივართ, ხოდე? არა, ნიკა. შემეშალა. ეზოში ჩავდივართ, კი არა, ეზოში ჩავდივარ, ხოდე? ხო, კარგი ნიკა, ჩადი, ოღონდ არ ირბინო. მალე ამოდი და არ იყვირო. ხო, რა თქმა უნდა, აბა.
რა ჭირს? რა ვიცი, დეპრესია თუ რაღაც მაქვსო და მე კიდევ დგავარ და ვამხიარული. გამოგდის მე? ხო, რა ვიცი. შეიძლება მეცადო? ხო, რა ვიცი. პატა გამოიხედე? აი ხო ხედავთ ის, ხო? ნახე? როგორი? არა. არც თქვენ არ გამოგივიდათ ხო ბატონო პროფესორო? ხო, რა ვიცი, თითქოს და კარგად გავაკეთე. ის ლევანიკოს რო უკეთებ, იმას მოსწონს, რა ვიცი. ბატონო პროფესორო, აი ესე არის მთელი დღე დატანჯული, რეკიდრონიც ამოუტანე, იმანაც არ უშველა, აღარ ვიცი რა ვქნა. პატა. სტრიპტის კლუბში ხوار წავიდე? არა. 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 რატომ პატა? არ არის ცუდი აზრი, თან ახლა პროფესორმა რო უნდა თქვა, უნდა დაუჯერო. გიორგი, არ მინდა მეთქი გითხარი, გამანებე თავი, უნდა ვიდგე და ველოდებია ბუწუწოებს რომ მოვიდე რომ ჩავყლატო და გამანებე თავი. არ მინდა. ხოდი ჩვენ კიდე სათხარ. მაშინ იცი რა ვქნათ პატა? აი იმ კლუბში წავიდეთ, აი იმ არ მინდა გიორგი, არ მინდა არაფერი. დააცალე ეს ქერქები, მოაცალე რომ გადავყლაპო და ვიტანჯო ბოლო-ბოლო. ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ იცით? ჩვენ რო წავიდეთ იმ კლუბში და ეს დავტოვოთ, არ ეშველება? ელენე, რა გჭირს? ლაშაზე ვარ ჩაფიქრებული. ნერვიულო ფული რომ არ აქვს ხო? არა თეკლა პირიქით. ანუ გიხარია ფული რომ არ აქვს? არა თეკლა, ნიკამ ჩამაფიქრა. თეკლა, შენ თუ ხარ დაკვირვებული ამ ბოლო დროს, ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ხო. ხო. სამსახური არ უშოვია. არა. მთელი დღე სადღაც დადის და სახლში დაღლილი ბრუნდება. ხო. ხო? კი. მერე? რა? სამსახური თუ არ უშოვია, საიდან აქვს ამდენი ფული? ან თუ იშოვა, რატო გვიმალავს? ხო. ელენე, იქნებ სპეცაგენტია და საიდუმლო დავალებას ასრულებს. ხო და მაგიტომაც არ გვეუბნება. თეკლა, რა სპეცაგენტი, კიბეებზე ძლივს დადის. არა თეკლა, უნდა გავარკვიო, საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული. ელენე, იქნებ რამე გაყიდა. რა? აი მაგალითად სამშობლო. ან სული. კარგი რა თეკლა რა. კარგი, მაშინ კბილი ამოუღო ვინმეს. მე ასეთი რა კბილი ამოუღო. სიბრძნის. თეკლა, იქნებ 4-ვე ცოლი უხდის ალიმენტს, რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. კარგი, მოიცადე ელენე, სერიოზულად დავფიქრდეთ, ლოგიკურად მივყვეთ, საიდან შეიძლებოდა ლაშას ეშონა ფული აი ესეთ მოკლე დროში. დავიჯერო იმასთან? არა თეკლა, ლაშა და პოლიტიკა ძალიან შორს არის ერთმანეთს. იმასთანია. გამაგარია, პატა, წავიდეთ ჩვენ სათევზაოთ რა. წავიდეთ. არ მინდა. რა დროს ჩემი თევზაობა, მე დავაგვიანე უკვე დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი, ჩემი თევზი დაიჭირეს უკვე. დაიჭირეს ჩემი თევზი. კარგი რა პატა, წამოდი და იქაც იქნება ეგ ბუწუწოები და ჩაყლაპავ, წამოდი. წამოდი, პატა, წამოდი. ავთოს მანქანა გამოვარდი და იმით წავართ და წამოვარდი. მანქანა გამოვარდი ავთოს? მაშინ წამოვალ, ოღონდ ერთი პირობით წამოვალ. მე დავждები უკან. თქვენ დაჯექით წინ. ხო და ძალიან ჩქარაიარეთ და ორმოებში ურტყით რომ ვიჟანჟღარო უკან რომ ვიჟანჟღარო დავიხანე. მაგრამ თან ესე გვერდულად წამოწევით თავს მივატებ ამ ფანჯარას ესე და ვიჟანჟღარებ თან ხეებს დავითვლი რომ გული ამერიოს და დავიტანჯო. მოგოები იქ არ წამოვლე? სათევზაოთ. არა მგონია. არა. და იქიდან რომ გამოვივლით არა? რა გინდა, კარგია, გამხიარულდები, წავალთ სათევზაოთ. დაჯექი არ დაიხალე, მოდი. არ მინდა, ესე უნდა ვიდგე და უნდა დავიტანჯო ესე. აი მე ესე უნდა ვიდგე მთელი დღე და ისა გიორგი, იცი რას ვიზავ ახლა? მოდი დავჯდები და პირიქით არ რავდგები, მთელი დღე ვიჯდები და ესე დავიტანჯები, ხო ერთ იგივე.
ელენე და შეიძლება ბანკს ძარცვავს ხოლმე. რა? ძარცვავს რა, ალბათ შედის და ეუბნება როგორი საცოდავია რომ სამსახური არ აქვს, დასთან ცხოვრობს 4 ცოლი გაშორდა და იმათ ეწოდებათ და ფულს აძლევენ. ეგ რანაირი ძარცვა? ნიღაბი უკეთია და ისე ეუბნება. კარგი და თეკლარა, მაიმუნობის დროა, ძალიან ნერვიულობს. საიდან აქვს ლაშას ამდენი ფული და რატო გვიმალავს? თეკლა, რახან გვიმალავს, ესე იგი რაღაც ცუდია. კარგი ელენე რა, კარგი რა, იქნებ საერთოდ არ აქვს ამდენი ფული და ჩვენ ტყუილავ ნერვიულობთ. მოიცა გავარკვევ ახლა. მიდი. აბა, როგორ? ახლა. მიდი. გავიდა. ხო, ლაშა ისა რა შვები? რა შვები? ლაშა, მე რომ სუნა მომწონს ძალიან ძვირი რომ ღირს. შეგიძლია მიყიდო? მიყიდო. კი? ლაშა და 2 რომ წამომიღო? კი. და თეკლას რომ წამოუღო? კი. და 2 ცალი რომ წამოუღო? თეკლა დავიღუპეთ. ლაშას ძალიან ბევრი ფული აქვს. ელენე რა დავიღუპეთ, ძალიან მაგარი სუნამოები დავითრიეთ. 2 ცალი. ხო. ბატონო პროფესორო, აქ ხართ? გამარჯობა. მოყვება რამე? ამას თუ ხუმრობით მეუნები, დიდი ვერაფერი ხუმრობა გამოგივიდა და თუ სერიოზულად არ ვიცი რა გიპასუხო. და აქ რას აკეთებთ ბატონო პროფესორო? შეკვეთას ველოდები. და თათია სად არის? ჩემი თათია. ხო გითხარი, შეკვეთას ველოდები. ხო, მაგრამ რა შეუკვეთეთ? და შავი მოცხარის, ტყის მარწყვის და ჟოლოს კოქტეილი. და შავი მოცხარი არ ქონდათ და ბაზარში წავიდა. და მალე მოვა? არა მგონია, ამ სეზონზე შავ მოცხარს ჯერჯერობით ვერსად ვერ იშოვა. და მე არ უთხარეთ ბატონო პროფესორო რომ ვერ იშოვიდა? არც უკითხია იმას და მეც აღარ გავიგიჟე თავი. და კოქტეილის გარეშე ვერ მიირთმევთ ჟოზეს ნამცხვარს? ეს ჩემთვის კი არ მინდა. აბა? სათევზაოდ მივდივარ და ვიფიქრე თევზები კარგად წამოეგებიან ჟოზეს ნამცხვარს. წამოეგებიან, აბა რა იქნება? დააკვდა ჟოზე მაგის კეთება. ხო არ დავაგვიანე. გამარჯობა. არა, მოდით აქეთ დავსხდეთ, ხო? უკაცრავად ბატონო პროფესორო. უკაცრავად სათვალეებით რომ თვალი მტკივა და ექიმა მიჩერა სეიარი. ისე ხო, ჩემს ახლობელსაც აგიგეთ სასაცილო სათვალე. ექიმა ურჩი ალბათ მასაც. ყავა ხომ აქვთ აქ? იცით, ყავაც აქვთ, ჩაიც აქვთ, წვენიც აქვთ, ლუდიც აქვთ, მაგრამ მიმტანი არ აქვთ და ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კარგი, ესე იგი როგორც შევთანხმდით, დიდი რაოდენობით საუკეთესო ხარისხის პურის ფქვილი მაქვს. ნუ ახლა თუ მოგეწონებათ თქვენ, შემიძლია იაფადაც მოგცეთ. ძალიან კარგი, ნიმუში გაქვთ წამოღებული? რა თქმა უნდა. აი, ინებეთ. აჰა. ძალიან კარგი. სამი ხართ? სად და მე თათია სად არის? სად არის და შეკვეთა. ნე, ლაშა, ვის თაძის ხო არ იცით ეს კაცი ვინ არის? გეტყოდით, მაგრამ არ მომისმენთ. იცით რა, ეს მართლა მაინტერესებს, ამას მოგისმენთ. ვინ არის და არ ვიცი. დეტარაზე ლაპარაკობენ სამსახურზე ხომ არა? როგორ მინდა ჩემი ემზარისთვის ერთი ნორმალური სამსახური. მოიცა ლაშამ თუ მუშაობა დაიწყო, ჩემი ემზარს წაიყვანს თავისთან სამსახურში. მერე ჩემი ემზარს დააწინაურებენ და მე თქვენს გამოგიძებნით რამეს. მე მეკითხეთ რა ვინ არის ეს კაცი? არ გინდათ ჩემი ემზარმა დაგასაქმოთ?
ესენი არ ამგონია სამსახურზე საუბრობდნენ ქალბატონო ნინო. არა? აბარაზე უნდა საუბრობდე, ვაიმე, როგორ მინდა, როგორ მაინტერესებს, უნდა გავიგოთ. ბატონო პროფესორო, მე დავუძახებ ლაშას და თქვენ გამოკითხეთ რა ვინ არის ის კაცი და იქნება რამენანი სახელი კითხეთ. ლაშა ვები დიდი ბოდი ერთი წუთი თუ შეიძლება მაპატიეთ. ერთი წუთი. უკაცრავად. დიახ, ნუ ვიცოლა. ლაშა. ის კაცი ვინ არის? ჰა? ის კაცი ვინ არის? გია. რა ვხნა ახლა? მე რაფეშოში არა ვარ. საქმე აქვს კაცი, მიდი ლაშა, მიდი. საქმე აქვს მოვაცდე. კარგი, დაგტოვებთ. გია ქვია. გავიგე. ნეტარაზე ლაპარაკობენ რა სასიამოვნო კაცის ჩანს. ეთყობა ცუდ საქმეზეა მოსული. კარგად იყავით, კარგას. აბლობა დიდი. რაღაცა გადასცა. გადასცა ფულის ყვა რა უნდა იყოს. აშკარად შავი ფულია, კი. ვაიმე, ბატონო პროფესორი, იქნება ტექნიკურად კითხოთ, ლაშას ფული თუ აქვს, ფული, კითხეთ. ლაშა. ხოდიში ერთი წუთით რა შეიძლება. კარგად იყავით. ლაშა, ბოდიში მაგრამ 300 ლარი ხომ არ გავს რომ ასეს. 300? კი. არ მინდა. მე ბაქტორთ გიორგი და პაატა მელოდებიან და უხერხულია ხო არ ვალოდინებ 1 საათია უკვე მელოდებიან. მეც მეჩქარება ნუ ვიცოლა. კარგად იყავით, კარგად. ნახვამდის და რა სასიამოვნო კაცი იყო. რა უნდა ნეტალაშასთან, არა უნდა ავიდე. ელინესთან და უთხრა რომ მიხედოს თავის ძმას. ჩამოვალ მერე და თათიას ვეტყვი, დატო არ დამიხტო და საყედურს ვეტყვი ძალიან დიდს. და დღეს რამდენი საქმე მქონია. ვაიმე. მოდი. აი რა ვიცი ხა რა მინდოდა ხა საწყალი თევზი ხა იქნება იდგა და თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდა მე კიდე მომტაცე რა რატო გავაკეთე ხა ეს ვერ გავიგე არა არ მინდა ეს რა შემიძლია პატა არ დაიღალე ეს უნდა წახი კადი თევზი არ დაიღალე პატა კი მაგრამ უნდა დავიტანჯო მე ხო ღირსი ვარ უნდა დავიტანჯო ხო და ძალიან დამიღალა ფეხი და ბატონო პროფესორო ერთის კამი წამოვიღეთ მარტო გიორგი პროფესორო გიორგი მომისმინე გინდა ისა მე მუხლებზე და ხელებზე დავდგები შენ ზურგზე შემაჯექი და ეგრე ითევზავ მე ხო ღირსი ვარ მაინც კარგი რა პატა აგინდა კარგი აუ დავიჭირე გაიქცა რა თევზი იყო პროფესორო რა თევზი იყო შუნა კარას რა გჭირს გამხიარულდი ცოტა ნახე რა ხედია შეხედე კარგი ეს რა ხედია ხედი იყო ჩემი ფანჯდა დურბინით ვიყურებოდი ის ხო რა ვიცი სამაგიეროდ ეს ხედი არ გათხოვდება შენ არ გესულიყო დავიჭირე ვიხედე შენ აუ კიდე გაიქცა რა არის ეს რაღა იყო ბატონო პროფესორო რა თევზი იყო ჰა კარას აუ არ ვიცი რა არის რანაირი ბუნებაა საწამო მიყვანეთ კაცო რა ნიანგი აქ არა რომ დამგლიჯოს აქვე ანაკონდა არა რომ გადამყლაპოს საწამო მიყვანეთ რანაირი ბუნებაა ეს რა არის ამაგიეროთ ყოღოები არის შენ არ კბენენ ყოღოები კბენენ ხო კბენენ მაგრამ ღირსი ვარ მე უნდა დავიტანჯო მიდით ყოღოებო გამომწოვეთ სისხლი დალიეთ ჩემი სისხლი დამგლიჯეთ რომ დავიტანჯო ეს მზეს როგორ აჭერს შეხედე რა არა ეხლა მივხვდი თაფლი უნდა წამომეღო ხო და ტანზე უნდა შემეზილა და უნდა დავბრაწულიყავი ეს მე ხო ღირსი აუ კიდე გამიქცა ეს რაღა იყო ეს სხვანაირი იყო რაღაცა რა იყო ისა რა იყო და წყალთევზი გამიქცა
წყალთევზე გამექცა რა. დავიგე. აბა როგორ გადავიჭერე ხლა მე გიორგი, მაინც ერთი წუთი მოდი. შენ სულ ვაიცი? ხო და მე ხა ისე მოუშლი პროფესორს ნერვებს რომ გამოცურვა მოგიწევ შენ და გაჩერდი ხა გიორგი. ნახე გიორგი თევზი დავიჭირე. რა თევზია და კარასი. იცი რა ქენი ბატონო პროფესორო თევზებს რომ დაიჭერთ ხო? ცოტა ისეთი დაიჭირეთ, ბევრი მხარო ქონეს რომ გარჩევის დროს დავიტანჯო, გაიგეთ? ჭიაზე დაიჭირეთ ბატონო პროფესორო? არა ჭიაზე. ჟოზეს ნამსხარი წამოვათვლი ნემსკალზე. კაი გემოვნება ქონია თევზებს. მომისმინეთ ისა რა ქვია. ეს ჭიაყელები არ გჭირდება ჩვენ? არ გვინდა ჭიაყელები. გაუჩვით მაშინ თორე სოდოები არიან ესე და გაუშვა ესე. სოდოები არიან რა არის რა თქვი. მიდი ჭიაყელები, მიდი თქვენ მშობლებთან წადით ჭიაყელები. წადით მე საცოდავეთ თქვენ, მიდი მშობლებთან, მიდი. ნახე შეხედე ამ საცოდავებს როგორ მიიკლაკნებიან და მადლობას რომ მიხდიან. ნახე როგორ საცოდავად მიიკლაკნებიან, მადლობას მიხდიან. არა პრიზა. გამისკდაგული. მაგრამ კარგია, ღირსი ვარ. ანკეთს მიხედი, აი თევზი. ვაიმე. დაიჭირა. მოდია. სადგარბი ხარ მოდია. აი, კარგი თევზი დავიჭერე. ნახე. აი, თევზო. ოქროს თევზო. ოქროს რა, სუნიანო თევზო. ძალიან ხო, ერთი სურვილი მაქვს შენთან და გეხვეწები უარი არ მითხრა რა. გეხვეწები ერთ რაღაცას გთხოვ რომ ჩემი დურბინდა იქნება დამიბრუნა ოქროს თევზო. გეხვეწები დამიბრუნა ჩემი დურბინდა რა. გეხვეწები. ხო დამიბრუნებ ჩემ დურბინდა ძალიან გთხოვ და გაგიშვებ. ერთი სურვილი მაქვს, ხო? კარგი, კეთილი ოქროს თევზი ხარ. გენაცვალე. კარგი, მიდი, წადი. მე მგონი მოკვდა. შენ ძენ თევზი გადაყარე რომ მე მგონი უკვე მეორე წრეზე ვიჭერ. წავიდეთ ბატონო პროფესორო. წავიდეთ. ვეღაც თევზს ვიჭერ, ვერც ეს გავამხიარულეთ. წავიდეთ, თქო მე ფეხი წამოვალ თქვენ მანქანი წადით. ან უკეთეს გეტყვით. გამომაბით თოკით მანქანაზე და მათრიეთ სახამდე რომ დამეშეშოს გვერდები და ვიცვალო აი ვაიმე კოღო გადაყდა. წყალი დამალეველი კოღო. აი მიჭი ბატონო. აბა დამი. ეს წყალი არ უნდა დაგელია, თევზიანია. რა? თევზიანია. მართლა თევზიანი წყალი იყო? რა თევზიანი იყო? არას. ვაიმე. არას. ეგონი ლიფცი და გადაყლაპე. ალო. დიახ, ლაშავარ. დიახ. რამდენი გნებავთ თქვენ? აჰა, გასაგებია, იცით რა იქ ცოტა პრობლემურ. სად ბრძანდებით თქვენ რომ იცით რა ახლა ისეთ ადგილასა ვარ ვერ გელაპარაკებით და სად? ძალიან კარგი, მაშინ 2 წუთში მანდვიქნები და ფულზეც და დეტალებზეც დავილაპარაკოთ, ხო? კარგით, დროებით. წავედი მე. ელენე, გაიგე? თეკლა, რა თქვა ეხლა ისეთი? რა თქვა ელენე, ვიღაცა შეუთანხმდა შეხვედრაზე და ფულზე უნდა მოელაპარაკოს. აი მე ელენე, მე მგონი ლაშა ყიდის რაღაცას. თეკლა, შენ ფიქრობ რომ? ფიქრობ კი არა, ელენე ეგრე გამოდის. წარმოიდგინე ესე იგი, ლაშას სამსახური არ აქვს და ბევრი ფული აქვს. თან არ გვეუბნება საიდან აქვს ეს ბევრი ფული. თან ვიღაცებს ჩუმად ხვდება. აიმე, ელენე. მე მგონი ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკს. არ თქვა.
ებს დამრჩა სათქმელი და არ თქვა? გამოდის რომ ლაშა ჩუმად ყიდის ნარკოტიკ. არა, არ მჯერა, მაგას ვერ დავიჯერებ. ელენე, რას ვერ დაიჯერებ? აი, წარმოიდგინე. ლაშამ რომ პირველი ცოლი მოიყვანა, აი მაგ დროს ვინმეს რო შეთვისე თქვა, რომ კიდე სამცოლს მოიყვანსო, ხო არ დაიჯერებდი? ვაიმე, თეკლა როგორი მაგალითი მოიყვანე. ხო, გონი დავიჯერე. არა, მაგ არ მჯერა. არ მჯერა. ელენე, გეუბნები რაღაცა საქმეშია გარეული. თეკლა, ნუნუა და არაფერი წამოგწდეს. გაგიჟდი ელენე. გამარჯობა გოგო, დედა როგორ ნერვიულობ ლაშას ამბავზე, ელენე რო აი არ ვიცი რა. თეკლა, როდის მოასწარი? რა? როდის მოასწარი? არ ვიცი მართლა გეუბნები, ელენე ეტყობა აზრებს კითხულობს. ელენე დღეს ბარში რომ შევედი ლაშა ისეთ საეჭვო ადამიანთან ერთად თიჯდა რომ აი გული გამისკრა. იცი როგორ იყო შეუხედავი შავი სათვალით, შავი ლაბადით, 2 მეტრიანი ბოროტი ღიმილით. საშინელი. ეხლა რომ ახსენებ აი გული მისკრება. მე რო გადიოდა ლაშას ესე რაღაცნაირად უთხრა. ნახვამდის. ალბათ დაშიფრული ინფორმაცია გადასცა. თუ გადიოდა ეტყოდა ნახვამდის. აბა რას ეტყოდა? ელენე შენი ქარყოფილ ხარ და ეხლა შენ მინდა უმასწავლი. მე ძალიან ნერვიულობ ლაშაზე. ჩვენც ნერვიულობ. ხო, მე დასარეკი მაქვს ერთი წუთით გავალ. წადი. აი მე ელენე, შენ ამ ბოლო დროს ვერ ამჩნევ შენ ძმას. ცი სულ შეიცვალა. სულ სადღაც ეჩქარება. მე მგონი აშკარად ცუდ საქმეშია გახვეული. კი, ცუდ საქმეშია გახვეული. აი მეცი, რა არიცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოროტ მოქმედი სახე აქვს. აი ეს ცისფერი თვალები, ეს ქერათმები და ეს ფუმფულა ლოყები. ისე დაახასიათეთ, ბოროტ მოქმედი კი არა, ფერია გამოვიდა. ელენე, არ მინდოდა შემთხვევით ლაშას პერანგი გადავდე და აი ეს ამოვარდა ჯიბიდან. რა არის ეს? ნარკოტიკ. ვაიმე, გაძიეკით! არ გიცნობთ, არ მიცნობთ, მე აქ არა ყოფილა. ვაიმე, საცოდავი, ლაშას დაიჭერეთ ხა და ციხეში ჩასვავენ. არა, ქალბატონო, ნუ მე ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გავყიდი და ლაშას ციხეში არ ჩავასმევი. ვაიმე, აბარა, ეს ახლიც უნდა გაყიდოთ. რამდენს მოგცემენ დიდი 70 და თქვენ ახლა გეჩქარება და დააკლებთ ალბათ და 62-ზე მეც კი ვიფიქრებ, რა ვიცი, მოიფიქრეთ აბა. საღამომშვიდობის რომ მიცოლა. ვაიმე, არ მომესალმო და ჩემი სახელი არ ახსენო. პირველად მიხარია ცხოვრებაში რომ ჩემი ემზარი უსაქმურია და ლოთი. რა დაემართ ამას? ვითომ არიცი? ლიფტის ფული არა გვაქვს დადებული? აი გამომართვით და მიეცით ადამიანს კაცო. მე გაწიელა შეგ ფული აქედან. მაგ ფულს ჩვენ ხელს არ მოვკიდებთ. რა დაემართ თეკლა ელენესა? რატომ ლაშა, რატომ? სად არის ნიკა საქმე მაქვს? ნიკასთან რა საქმე გაქვს? ჩვენ ვიცით რა საქმეც მაქვს. ლაშა, ბავშვს თავი დაანებე. რაც გინდა ისქენი ოღონდ ამ სახლში არა. ლაშა, წადი აქედან, წადი ამ სახლიდან. წავიდე? რატო უნდა წავიდე? მაშინ ჩვენ წავალთ. მოიცა საწახვალ თქვენ რამდენი ხართ მე ერთი ვარ ისევ მე წავალ ჯობია. მაგრამ ამიხსენით ხალხო რატო უნდა წავიდე აქედან? ლაშა, როგორ არ გწხვენია რა? დღისით, მზისით. ჯერ ერთი ახლა ღამეა. ხო, ღამით, მთვარით. ამიხსენით ხალხო, იქნებ გამაგებინოთ რა შეა საქმე. თეკლა, მიდის ლაშა. მიდის? მაშინ ვერ აღიხსნ. კარგი, წავალ, ავიღებ ჩემს ნივთებს და წავალ. ნივთებსო. თეკლა, ნიკას გამოვაკეთებ ამას. რა მაგალითს აიღებს ლაშასგან? ხო, აბა. აი, მე ერთადერთი ნორმალური ბიჭი დარჩა ამ კორპუსში. ელენე, მომისმინე. ლაშა სახშია ძალიან ცუდად ვარ და წამალი მინდა.
თეკლა, შენ ალბათ ფრიდონზე ამბობდი, ხო? კარგით ხალხო, რა გჭირთ ძალიან სუდათ რატო არ გჯერათ ჩემი ახლა დარბიან ეს კიბორჩხალები მუცეს დაასდევენ ამ ლიფსიტას და თუ დაიჭერეს ეს საწყალი მე პანჩურებს ურტყავთ დაუძახეთ ლაშა სამალი მომესით ყოჩაღ პატარა მე შენგან ამას ნამდვილად არ ვიფიქრებდი რას ლიფსიტას აი გამომართვი წამალი პაატა. თეკლა რას აკეთებ? წაიღოს და წავიდეს. გავიგე ხალხო რა ხდება ლაშა მოდი ერთი წუთი შენ მაინც ამიხსენი რა ჭირს? ერთმე ვერ გავიგე ვერა. შენ სადღა მიდიხარ? სად მივდივარ და შენთან მივდივარ პაატა წამო ცუდად ვარ აღარ შემიძლია წამო დროზე გადაგაჭირდი. ჩადი მიდი ჰე. რა გჭირთ ხალხო? ელენი არ გამითიშო ელე ოხ მე რა კიდე გამითიშა ალო თეკლა არ გამითიშო თეკლა არ ოხ რა ახლა მე გამეთიშა ეს ტელეფონი კიდე რა გავგიჟდები რა უნდა ვერ ხვდები რა ამიჩი რა რა არის პატა რა გჭირს სახეზე რა ვიცი აი თეკლამ რო წამალი მომცა ის შევჭამე და კარგი წამალი გამოდგა ისა ხო იცი კარგი წამალი გამოდგა წამე და კარგი გამოდგა მოიჩადე აღარ დაძდევენ ის კიბორჩხალები იმ ლიფსიტას იმას ლიფსიტას კი დაძდევენ მაგრამ ეს სადღაც შეიმალა და იგე სადღაც დაიმალა და იქიდან ყურის მოიჩადე აბა კარგი წამალიაო კარგია მე კარგია უფრო ამტკივდა მუცელი და კარგია იმიტომ რომ მე უნდა დავიტანჯო ხო ამატკია მუცელი და ვიტანჯები ხა ძალიან კარგი წამალია აი ეგრე მიდი ლიფსიტა მიდი დაიმალე და არ გამოხვიდე რომ არ დაგიჭერო კიბოჩხალე მიდი როცა გეტყვი ი მაშინ გამოდი როცა გეტყვი არ გამოხვიდე ო